დედამიწის დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე ტყე და დედამიწა. ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია დავგეგმეთ კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვებთან ერთად დავდგეთ წიწვოვანი სახეობის 22 ნერგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივად ზრუნავს საზოგადოების შემეცნების ამაღლებაზე. ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. მე და ჩემმა მეგობრებმა დავხატეთ ჩვენი თვალით დანახული გარემო და დედამიწა და ყველას მოვალეობა იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ტყეებს და გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოს მოფრთხილება, სასიამოვნო დღე გამოვიდა და ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ჩვენს რეგიონში, რომ განვახორციელოთ ხოლმე პერმანენტულად.